Hello? Is someone there? მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს განსახილველი, თემა, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში არც ერთხელ არ შევხებივართ და პრინციპში ალბათ არც უნდა შევხებოდით და არც გადავწყვეტდი ამ საკითხზე საუბარს, რომ არა ფილმი, რომელიც ცოტა ხნის წინ ვნახე. ეს არის ბექრუმები. თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ ფილმი სულ რაღაც 20 წლის ბიჭის, კეინ პერსონის გადაღებულია, რაც გასაოცარი ფაქტია, რადგან კეინი ჩვეულებრივი იუთუბერი იყო, რომელმაც 4 წლის წინათ გამოაქვეყნა გრაფიკულად შექმნილი ვიდეო, რომელმაც ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. უამრავი იუთუბერი საუბრობდა ამის შესახებ, აქვეყნებდნენ სხვადასხვა თეორიებს, მოსაზრებებს და საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ შეიქმნა ეგრეთ წოდებული ბექრუმების სრული ისტორია. თუ საიდან გაჩნდა ეს მართლაც რომ ამოუცნობი ფენომენი, ვინ იყო მისი ავტორი, საიდან დაიწყო ყველაფერი, რამდენად რეალურ მოვლენებზე იქნა დაფუძნებული და ასე შემდეგ. 2026 წელს სტუდია A24, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინდი ფილმების გამომშვები კომპანიაა, დააფინანსა კეინის პროექტი და მან გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი ბექრუმების შესახებ. ამიტომაც ვფიქრობ, საინტერესო იქნება ორიოდე სიტყვით თქვათ, რაზეა რეალურად ფილმი, როგორ უნდა გავიგოთ მასში გამოჩენილი ქმნილებები, რისი თქმა უნდათ პერსონაჟებს და ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი თქმა უნდა რეჟისორს. კარგად მოკალოდით და დავიწყეთ. მოდი თავიდან სიუჟეტი მარტივად გავიაროთ, რომ მივხვდეთ რაზე ვსაუბრობ და რა მესიჯი ჩადო რეჟისორმა ფილმში. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა კაცი კლარკი, რომელიც არ შემდგარი არქიტექტორია და ამჟამად მუშაობს ავეჯის მაღაზიაში კონსულტანტად და მერჩენდაიზერად. კლარკს ყავს ასევე ფსიქოლოგი, ქალი სახელად მერი, რომელსაც თავადაც რთული ბავშვობა ჰქონდა, რადგან დედამისი პარანოიული შიზოფრენიით იტანჯებოდა და მთელი ფილმის განმავლობაში კოშმარული ფლეშბექების მეშვეობით ვიხედებით მერის წარსულში და ვხედავთ სავარაუდო მიზეზს თუ რატომ გახდა ის ფსიქოთერაპევტი. კლარკი თავისი ცხოვრებით უკმაყოფილოა და თვლის, რომ ცხოვრებაში იქ არ არის სადაც უნდა იყოს. ფიქრობს, რომ მისი ადგილი არქიტექტორების მაღალ წრეშია და ამ უაზრო მაღაზიაში, სადაც მუშაობს, უბრალოდ დროს კარგავს და მეტი არაფერი. აქვს კონფლიქტი მეუღლესთან, ყოფილ მეუღლესთან, რომელიც საბოლოოდ სახლიდან გამოაგდებს. მოუწევს კლარკს წამოსვლა, რადგან ფინანსურად არც თუ ისე მარტივია ოჯახის შენახვა, მაშინ როდესაც ყველაფერი შენს კისერზეა და ყველაფრის უზრუნველყოფა შენ გიწევს. ერთ დღესაც კლარკი მაღაზიის 0 სართულზე, სადაც ელექტროობის საკითხებია დამენეჯმენტებული, აღმოაჩენს ოთახს, რომელსაც უხილავი კარი აქვს. ოთახში გადასვლის შემდგომ ხედავს, რომ ეს უბრალო კარი და უბრალოდ სივრცე არ არის. ეს არის ერთგვარი პორტალი უკიდეგანო სივრცეში, რომელიც ყოვლად უკონტექსტო ოთახებით არის მოცული, რომელთაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. კლარკი დღითი დღე უფრო მეტ დროს ატარებს ოთახში, რადგან აინტერესებს თუ საიდან გაჩნდა ეს სივრცე, რომლის არსებობის შესახებაც აქამდე არაფერი იცოდა. იწყებს ოთახების გამოკვლევას და აღმოაჩენს, რომ აქამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე უკვე იმოგზაურეს ბექრუმებში. ეს სახელი შემდგომში ერქმევა ამ სივრცეს. რაც უფრო მეტად და მეტად ღრმად მიიწევს კლარკი ამ განზომილებაში, უფრო და უფრო მეტი ინტერესი უჩნდება მის მიმართ და გადაწყვეტს სხვებით ჩამოიყვანოს, რათა კამერაზე აისახოს ის ყველაფერი, რასაც ხედავს. რადგან სავარაუდოდ რთული დასაჯერებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ უნახავს თუ რა ხდება მაღაზიის სარდაფში. კლარკს ეს ინფორმაცია თავის ფსიქოლოგთან მიაქვს, რომელიც ფილმის ბოლოს თავადაც შედის ბექრუმების ოთახში და ყველაფერი სწორედ ამ მომენტში იწყება. სწორედ აქ ვიგებთ თუ როგორ აისახა რეჟისორის გონებაში ამ დაუსრულებელი სივრცის კონცეფცია. მოკლედ, როგორც აღმოჩნდება, კლარკი ყოველ საღამოს სტუმრობს ამ ალტერნატიულ განზომილებას და არა უბრალოდ სტუმრობს, არამედ სწავლობს მას. სწავლობს იმ არსებების ბუნებას, რომელთა აჩრდილებიც იქ შესულ ადამიანებს მუდმივად თან დასდევენ. მთელი ფილმის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ გაურკვეველ სილუეტს, რომელიც კლარკს თან დაჰყვება და რომელსაც გაურბის. არა მარტო კლარკს, ფილმის გამხსნელ სცენაში, როდესაც 1990 წლის მოვლენებს გვიჩვენებენ და გვამცნობენ, რომ აქამდეც არაერთხელ იყო ბექრუმების გამოკვლევის მცდელობა და
და ფაქტობრივად ეს სივრცე მუდმივი შესწავლის პროცესია. 90-იან წლებში ჩვენ ვხედავთ ექსპერიმენტის მონაწილე მკვლევარის მიერ გადაღებულ ვინტაჟურ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ის არსებები, რომლებიც შიგნით მოძრაობენ, დასდებენ პოტენციურ მსხვერპლებს. თუმცა, ფილმის ბოლომდე ჩვენ არ ვიცით ეს ქმნილებები რეალურები არიან თუ უბრალოდ ადამიანის წარმოსახვის ნაწილს და მათი გონების ყველაზე ღრმა და მიუწვდომელ წერტილებში შექმნილ ილუზიის ნაყოფს წარმოადგენენ. ფილმის ბოლო ნაწილში, როდესაც უკვე ფსიქოლოგი მერი თავადად ჩადის ბექრუმებში, კლარკის მოსაძებნად აღმოაჩენს თუ რა დაემართა მის პაციენტს და რა ხდება ამ ალტერნატიულ განზომილებაში. კლარკი, რომელმაც ძალიან დიდი დრო გაატარა ამ სივრცეში, უკვე ბექრუმების ნაწილი გახდა და ამოხსნა ის საიდუმლო, რომელიც მისი აზრით აქიმალება. ყველაზე საინტერესო სწორედ ამ დროს იხსნება და ამ მომენტში ვიგებთ რეჟისორისებურ კონცეფციას ბექრუმების სივრცისა. უკიდეგანო ლაბირინთში მოხვედრილი ფსიქოლოგი ახლა თავად აღმოჩნდება თერაპიაზე კლარკთან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი როლებს ცვლიან და კლარკი ამ მომენტში თავად მართავს სადავოებს. მასთან ერთად ოთახში 3 ადამიანს ვხედავთ, რომლებიც მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ გარე სამყაროში არსებული რეალური ადამიანების შეცვლილი და არასრულყოფილად დამახსოვრებული კლონები არიან, რომლებიც ბექრუმებში პარალელურად არსებობენ. აქ ხდება ცნობილი, რომ ბექრუმები რეალურად გარე სივრციდან გადმოტანილი პროექციების თავმოყრის ადგილია. საგნების, ადამიანების, დიზაინის და თავად გარე სამყაროში არსებული სივრცის არასრული ანალოგია, რომელიც დამოუკიდებლად არსებობს პარალელურ რეალობაში. კლარკთან და მერისთან ერთად ოთახში ვხედავთ კლარკის ყოფილ მეუღლეს, მის ერთ-ერთ ვერსიას, მოგონებას, რომელიც არასრულყოფილია და სწორედ ამიტომაა, რომ ის ბექრუმებში და არა მარტო ის, ყველა ვინც მათთან ერთად ოთახში არიან, უცნაურად გამოიყურებიან. თითქოს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანის ჰაბიტუსები და მოყვანილობა აქვთ, მაგრამ რეალურად ისინი გონების და უფრო კონკრეტულად მახსოვრობის ხარვეზის შედეგებს წარმოადგენენ. აქ ძალიან საინტერესო დეტალი აქვს რეჟისორს ჩადებული, რომელიც შეიძლება პირველი ნახვის დროს გამოგრჩათ და არც არის გასაკვირი, რომ ამას შეიძლება თავიდანვე ყურადღება არ მიაქციეთ, მაგრამ სცენის რამდენჯერმე ნახვის და ასევე რამდენიმე რეცენზიის წაკითხვის შემდგომ გავაანალიზე, რომ ბექრუმებში არსებული ადამიანები, თუ შეგვიძლია მათ ადამიანები ვუწოდოთ, სულაც არ არიან ისეთი სულელი და უგულო არსებები, როგორც გამოიყურებიან და ახლავე ავხსნი რატომ. ფილმის დასკვნით აქტში ჩვენ ვხედავთ, რომ სიუჟეტს უერთდება კლარკის კლონი, რომელიც გამოიყურება და იქცევა საზარლად. მას აცვია X ტანსაცმელი, რომელსაც თავად კლარკი იყენებს მაღაზიაში სხვადასხვა პროდუქტების სარეკლამო კლიპებში მონაწილეობის გადასაღებად. ის შემოდის ოთახში და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არსებაში თავმოყრილია ყველა ის ტრავმა, იმედგაცრუება და უარყოფითი მხარე, რომელიც კლარკს გააჩნია ცხოვრებაში. სწორედ ამიტომაა, რომ იგი ჩაცმულია იმ უნიფორმაში, რომლის ტარებაც კლარკს სძულს და სცხვენია. ამასთან ერთად ვხედავთ, რომ ოთახში შემოსვლის მომენტში კლარკის ყოფილი მეუღლე ცდილობს გაიქცეს და თავი გადაირჩინოს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია გავაკეთოთ საფუძვლიანი დასკვნა, რომ ბექრუმებში არსებული კლონები ატარებენ მათ რეალურ ცხოვრებაში არსებულ ყველაზე მძაფრ ემოციებს და გამოცდილებებს. ამიტომაც შესაძლოა კლარკი რეალურ ცხოვრებაში სულაც არ იყო ისეთი უწყინარი და კეთილი ადამიანი, როგორადაც ჩვენ მას ვხედავთ. შესაძლოა ის ზალადობდა კიდეც ყოფილ მეუღლეზე, თანაც ვიცით, რომ კაცი ალკოდამოკიდებულებას ებრძოდა მისი მთელი შეგნებული ცხოვრება. სწორედ აქედან გამომდინარეობს ქალის ყოფილი ცოლის რეაქცია, რომელიც კლარკის ყველა საშინელ ვერსიას ხედავს. ქმარს, რომელმაც რეალურ სამყაროში უდიდესი ტრამვა მიაყენა და უარყოფითი კვალი დატოვა მასზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომელიც ფილმში დავინახე და რომელიც დიდი ალბათობით ჩემი აზრით ჩადო რეჟისორმა, ეს იყო კლარკის და მერის მენტალური ძლიერების პარალელი. კლარკი, რომელიც ავეჯის მაღაზიაში მუშაობს, გამუდმებით წუწუნებს, რომ აქ არ არის მისი ადგილი, რომ არავის უნდა თავის შეწუხება, ერთი ადგილის აწევა და მისთვის დახმარების აღმოჩენა, რომ კარიერულად განვითარდეს და ოდნავ წაიწიოს წინ. მთელი ცხოვრების განმავლობაში იგი მუდმივად სხვაში ცდილობს პრობლემის არსი დაინახოს და პასუხისმგებლობა სხვას გადააკისროს. ზუსტად ისე, როგორც მოხდა ეს მისი ყოფილი ცოლის შემთხვევაში, რომელიც კლარკის თქმით მხოლოდ საკუთარი თავის განვითარებაზე ფიქრობდა და არა იმაზე, რომ ოჯახს სჭირდება ფინანსური მდგრადობა და სტაბილური შემოსავალი.
კლარკი ცხოვრებაში ირგებს უბედური და დაჩაგრული კაცის როლს, რომელიც დაუცველია და სხვისი დახმარება სჭირდება. მისი ხასიათის ეს კონკრეტული დეტალი ასევე თავს იჩენს ბექრუმებში მოხვედრის დროსაც. იმის მაგივრად, რომ კაცმა ეცადოს და თავი დააღწიოს აქაურობას, ანუ მეტაფორულად შინაგან სიცარიელეს, ის უფრო ღრმად და ღრმად იწყებს მასში ძიებას, მის გამოკვლევას და რაც უფრო მეტ დროს ხარჯავს საკუთარი თავის ამ ცარიელ და ამოუსებელ ოთახებში, მით უფრო უჭირს იქიდან გამოსვლა და მით უფრო მეტად ხდება მასზე დამოკიდებული. განსხვავებით ფსიქოლოგისგან, რომელიც აქ მოხვედრის მომენტიდანვე ცდილობს თავი დააღწიოს ოთახებს და გასასვლელი იპოვოს. იგი უპირისპირდება კლარკსაც და მის გიგანტურ კლონსაც, არ უშინდება წინააღმდეგობებს და ბოლომდე იბრძვის თავის დასაღწევად. ანუ არ ხდება იმ სიცარიელის ნაწილი, რომელიც საბოლოოდ დეპრესიაში და ჩაკეტილობაში გადაიზრდება, როგორც ეს მოხდა კლარკის შემთხვევაში. მაშა სადამე, ჩემი ვარაუდით და მოსაზრებით, ბექრუმები სწორედ ადამიანის შინაგანი სიცარიელის სიმბოლოა, რომლის მსხვერპლით ხშირად ხვდებით. თანაც ისე, რომ საბოლოოდ შედეგის დადგომამდე ამის შესახებ ვერაფერს ვერ ხვდებით. კლარკი თავისი ნებასრულით ხდება ბექრუმების ნაწილი. მან იცის, სად არის გასასვლელი კარი, მაგრამ იქ დარჩენას ამჯობინებს. ზუსტად ისე, როგორც ადამიანები, რომლებიც მარტოსულობის სიცარიელის განცდას ებრძვიან, მაგრამ რეალურად ძალიანაც კმაყოფილები არიან თავიანთი ცხოვრებით და რეალური ცვლილებების განსახორციელებლად რადიკალურ ნაბიჯებს არ დგავენ. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ბექრუმების შესახებ, რამდენად მოგეწონათ და როგორ შეაფასებდით ფილმს, დამიწერეთ კომენტარებში. მე კი დღეისათვის ამით დაგემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით მომდევნო ვიდეოში ახალი იდეებით სულ მალე დროებით. Rooms. This place built though. Actually more like it remembers them. And the more times it remembers something, the less it does.